მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი წარმოგიდგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროპროგნოზს საუბარი 27 აპრილის და 3 მაისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებს რა ხდება ცისკაბადონზე როგორია პლანეტების განწყობა თითოეულ ჩვენთაგანი სადმე პრესკოვის ამოდით ავუშვათ რომ საურადღებოა პერიოდი რომელიც უკავშირდება 1 მაისს ეს არის პარასკევი დღე აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება რომ ორიელის ზოდიაქურ ღერძზე და ამიტომ ეს ითხოვს რასკველია ყურადღება სავსე მთვარეობა იცით ეს ცოტა რთული დღეა რომ შეუბისას ზედმეტად დიდი ენერგია შემოდის დედამიწაზე და შეიძლება გახდეს მიზეზი ტრავმების, ავარიებისა, კონფლიქტებისა, არა ვთქვათ, სწორი მოქმედებებისა, ზედმეტი სუსტრაფობისა და ასე შემდგომ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სამი რიცხვი პარასკევი გავეღროთ თხილად წინ დახედულად. არაფერი ახალი სარისკო აქ არ დავიწყოთ და საჭესტანოთ თხილად ვიყოთ და ჯობია რომ შვიდად გავეღროთ, ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები ამ პერიოდში ნუ იქნება ზედმეტად ეჩვიანი, ზედმეტად წყენიანი, ბუტია მოდიას ვთქვათ სარკასტული, ზედმეტად პირდაპირია და ასე შემდგომ, რათა ამ თვისებებით პრობლემები არ შეიქმნათ. ამასთან ერთად კვირას უკვე მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც ასევე ხელშეუწყობს აზროვნებას პრინციპით ასჯერ გაზომერთხელ გაჭერი, უფრო პრაგმატული გახდება აზროვნება, წინ დახედული, მოდი ასე ვთქვათ და ამასთან ერთად პლანეტა ვენერამ გადაინაცვლა სიყვარულის მმართველმა პლანეტამ ტყუპების ზოდიაქოში. რის შედეგად აი სიყვარული სწორედ გახდება ცოტა უფრო კარაფშუტული, ცოტა უფრო ზედაპირული, ფლირტისადმი მიდრეკილი, თუ შეიძლება ესე ითქვას და შინაგანად მერყევი გაურებული. ამიტომ არ გაიკვირდეთ თუ პარტნიორი დილით იქნება თქვენთან უფრო გულგახსნელი მოსიყვარულე და საღამოს ცოტა უფრო დისტანციური, საკუთარ თავში ჩაკეტილი. ეს სწორედ ასეთი ვენერას ტენდენციების ფაქტორია ამ კვირაში. რაც შეეხება დედამიწის ენერგოველს, იგი უარყოფით ენერგოველში გადადის სწორედ ამ კვირაში. და ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით, დაახლოებით 10 რიცხვამდე, მაინც მაისისა იგი იქნება უარყოფით ენერგოველში, ამიტომ უახლოესი 2 კვირა ცოტა ყურადღებით თხილად უნდა გავიაროთ, რათა უარყოფით ენერგოველმა ჯანმრთელობას არ შეუქმნას პრობლემები, ურთიერთობებს არ შეუქმნას, საქმეებს არ შეუქმნას სხვადასხვა სახის პრობლემები, სირთულეები და ამიტომ ვეცადოთ უკვე ცოტა ყურადღებით თხილად ვიყოთ, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება. აი დავიწყოთ ვერძით. ვერძების ენერგოტონუსი დაიწყებს უკვე ამ პერიოდიდან შემცირებას. ამასთან ერთად თქვენმა წარმატებებმა წინა პერიოდისა შეიძლება ზედმეტი ამბიცია, ამპარტავნობა გამოიწვიონ თქვენში და აქედან გამომდინარე ზედმეტი წარმოდგენა შეგექმნათ საკუთარ თავზე. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, ცოტა ყურადღება მიაქცეთ სხვა ადამიანთა უფლებებს, მათ აზრებს, მათ სურვილებს, ეს ეხება კოლეგებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდგომ, იმიტომ რომ გადაფასება თქვენი შესაძლებლობების ამ პერიოდში შეიძლება გახდეს წარუმატებლობის ფაქტორი. მით უმეტეს ხა ადრეული საქმეებიდან შეიძლება აქ მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ. ამ კუთხით გაუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ვიმეორებ, ამან თავბრო არ უნდა დაგახვიოთ. ამ წარმატებება ეცადეთ რომ სხვისი უფლებებით დაიცვათ, რათა ამის შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემების და კონფლიქტების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ყველას კარგია თქვენთვის 28 აპრილის და 3 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 1 მაისის დღე და ეს რიცხვი, რომელიც შედარებით თხილად და წინდახედულად უნდა გავიაროთ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, მთავარი ფავორიტი რასაკვირველია კუროა, ამ პერიოდში ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, აქ უფრო მეტად არის შანსი წარმატებებისა, იღბლიანობაც მატლობს, მაგრამ რადგან წყალქვეშა დინებები გვაქვს უკვე უარყოფით ენერგოველის მეშვეობით, აი გადაუწყვეტმა კონფლიქტებმა ან რაღაც წინააღმდეგობებმა შეიძლება აქ ისე ვიჩინონ თავი. აქ შეიძლება ამასთან ერთად, მოდი ასე ვთქვათ, საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. ან მოდი ავნიშნოთ, რომ თავარი არის რა, რომ აქ არის კარგი შანსები. აქ შეიძლება იდეების რეალიზაცია, შეიძლება საინტერესო ადამიანებს გაიცნოთ, პარტნიორი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მგზავრობა-მოგზაურობის კუთხითაც კინაღუპიერი პერიოდი ახალსკობს იგი პროფესიონალიზმის გამვითარებას და ზრდას ამ კუთხით მატერიალური მდგომარეობისა, მაგრამ თავარი არ ჩაერთვეთ რაიმე კონფლიქტებში და საქმეთა გარჩევებში, მით უმეტეს აი რაღაც გადაუწყვეტ პრობლემების, ასე ვთქვათ, კონფლიქტებში გადაყვანაში. აი ეს იქნება მთავარი ხელშემშელი ფაქტორი მთლიანობაში საკმაოდ კარგი თქვენთვის პერიოდისთვის. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 აპრილის და 2 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 29 აპრილის დღე და ეს რიცხვიც, რომელიც ცოტა ფრთხილად წინდახედულად უნდა გავიაროთ. რაც შეეხება ახლა უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება.
და აქედან გამომდინარე, ცოტა ეცადეთ რომ უკვე დაასვენოთ საკუთარი თავი. ზედმეტად გადაიღლებით, თორე შეცდომებს დაუშვებთ. ამასთან ერთად, ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი, აი თქვენი გასავალი ფინანსური მეტი იყოს შემოსავალზე და ეს ბევრად იქნება დამოკიდებული სხვადასხვა ეს ყველაფერი მეგობრულ კონტაქტებს ან თქვენს ვალებთან რისი გასტუმრების ტენდენცია ახლა აუცილებელი იქნება ან ვიმეორებს ზედმეტად დიდ ხარჯთან და ამიტომ ფინანსებს მიაქცეთ ყურადღება. არავით არის ზედმეტი საგიდლები, ზედმეტი კაპიტალ დავადებები, ინვესტიციები ჯობია არ განვახორციელოთ. ეს პერიოდი არ ვარგა ამ კუთხით და კოლექტიურ პროექტებშიც თქვენს თანხებს აკნოჩადებთ. ამ ხრივ უახლოესი 2 კვირა მაინც სასურველი არ არის. ყველას კარგია თქვენთვის 28 აპრილის და 3 მაისის დღეები და არ ვარგა 1 მაისის დღე და ეს რიცხვით. გახსოვდეთ რომ თქვენ შედიხართ დაბადების წინა პერიოდში. ანუ, როდესაც უკვე ფაული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები აძლიერებენ თქვენს საწინააღმდეგო მოქმედებებს. ამიტომ უკვე ენოსკბელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. ან ცოტა ფრთხილად გავიაროთ უკვე ეს პერიოდი. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ პირიქით ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ინტუიცია მატულობს, რომელზეც დაღდნობით სორჩეულს აკეთებ და შემოქმედებით ნიჭი უნარის გამოვლენის ტენდენცია ძლიერდება. ეს არის პერიოდი კარგი რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ინტერნეტთან აქტიური კონტაქტების პერიოდია კი ბატონო, მაგრამ წყალქვეშა დინებები ან ნეგატიური პერიოდი იმაშია, რომ რაღაცა უნდა შემოიტანოს ესეთი ნეგატიური ცხვა, ანუ რა, ეს იქნება სამსახურებრივი კონფლიქტების მაღალი ალბათობა, სადაც უნდა იყოთ მეტად თხილი და წინდახედული და ამით უმეტეს თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ განსაკუთრებით უკვე გზნობთ რა თქვენ შესაძლებლობებს, წარმატების ფაქტორებს, გინდათ რომ წინა პლანზე წამოწიოთ საკუთარი პერსონა და ამით იგნორირება მოახდინოთ სხვისი წარმატებებისა. რაც შეიძლება გახდეს აუცილებლად მათ შორის კოლეგებთან ურთიერთობების დაძაბულობის წინაპირობა. აი ამ კუთხით იღავით ყურადღებით, რომ ასეთ თვისებებით არ გაიფუჭოთ თლიანობაში საკმაოდ კარგი თქვენთვის პერიოდი. ყველას კარგია თქვენთვის 29 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 აპრილის და 2 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქოზე გადავედით, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ძალიან გადაიღლებით. ახლა უკვე ცოტა მეცით საკუთარ თავს ცოტა მეტი დასვენების საშუალება, იმიტომ რომ სიტუაციას თქვენ ირგვლივ ნელ-ნელა იცვლება და ამასაც უკვე თქვენ იგრძნობთ. აქ უფრო მეტად რაღაც შიშები, რაღაც ეჭვები, რაღაც გულაცრუება მეტად იჩენს თავს, ანუ ზოგიერთ თქვენი დავუშვათ იდეები შეიძლება ისე არ წავიდეს, არ განხორციელდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ დაუშვათ და ასე შემდგომ. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან, იმიტომ რომ ამ ურთიერთობებზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლის პერსპექტივა და შესაძლებლობები. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 აპრილის და 2 ასევე აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო ოპერაციად თქვენი ენერგოტონუსი მოიმართებს, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ ნიშანი საკმაოდ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი ამ პერიოდში, ან თვითრწმენაც მოიმართებს, რაც უდაოდ კარგია, უფრო მეტად კარგად დაიცავთ თქვენს პოზიციებს ცხოვრებაში, თქვენს აზრებს და ასე შემდგომ. თუმცა ამოტრუად თქვენს წარმატებებთან ერთად აუცილებლად გაჩნდებიან უკვე ამ კვირიდან საიდუმლო მოშორნეები, ინტრიგანი ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, რომ თქვენი წარმატებები მაქსიმალურად შეამცირონ. ინტრიგებით, ჭორებით პრობლემები შექმნან. ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან და აქედან გამომდინარე იმოქმედოთ და სხვა შორის პერიოდი კარგია მგზავრობის, მოგზაურობის კუთხით, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა, უცხოენების ათვისებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, დაეყრდნით ოპტიმიზმს. რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება ამ კვირაში. ყველას კარგია თქვენთვის 1 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 28 აპრილის და 3 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე სასწორებს, სასწორებო ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობას გავაფრთხილდით, ცოტა დაასვენოთ საკუთარი თავი, გამოაძინეთ და ასე შემდგომ. და ეცადეთ რომ მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ურთიერთობები პარტნიორებთან. ეს ეხება როგორც სასქესო, ასევე საქმიან ბიზნეს პარტნიორებს, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა აირია, ეს გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებს შექმნის.
აქვე მოდით დავუშვათ, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა იპოვოს რაღაც ახალი დავუშვათ საქმე, ან შეიძლება ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ჰქონდეს ადგილი ამ პერიოდში, ეს სხვათა შორის ესეთ საინტერესო ემოციებს გამოიწვევს თქვენ ცხოვრებაში, რაც სხვათა შორის გადართოს პრობლემებიდან თქვენს, ასე ვთქვათ, ყურადღებას. ამიტომ რაღაც ახალი პარტნიორი თუ გამიშთა და ახალი რაღაცა სიყვარულო კონტაქტი ჩამოყალიბდა, აი პრობლემები შეიძლება ამაც ცუდად დაგავიწყოთ, მაგრამ მთლიანობაში ენასკველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით და ისე იმოქმედეთ. რაც უფრო მეტად იქნებით შოუ-პოვარი, მოთმენი, ნებისმყოფიანი, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, მით უფრო მეტად წახვალ წინ და იქნებით უფრო წარმატებული. ოს კარგია თქვენთვის 30 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 აპრილის და 2 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მორიელებს, მორიელებო ენერგოტონუსი მოდულობს ფინანსური წარმატების ფაქტორიც უძლიერდება, ამიტომ შესაძლებელია გააუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. მაგრამ წყალქვეშა დინება ამ კვერისა იმაშია, რომ შეიძლება კონფლიქტებმა მოიმატონ პარტნიორებთან. აი როგორც საქმეან, ასევე ბიზნეს, ასევე სასქვალო პარტნიორებთან ეს არის მთავარი, რომ აქ ურთიერთობა აირია, ამან შეიძლება საქმეან სამსახურებრივ სფეროზეც ნეგატიური დაღი დაასვან ყოველივე ამას და შეიძლება სხვადასხვა კოლეგების ხელმძღვანელთა მხრიდან კრიტიკის კაცელში აღმოჩნდეს. აი ამ წყალქვეშა დინებას მიაქცეთ ყურადღება. მაგრამ შემოქმედებითი კუთხით, შემოქმედებითი მუშაობისათვის პერიოდი კარგია და ვიმეორებ, რაც მეტად გაუმჯობესებთ პარტნიორულ ურთიერთობებს, მით უფრო მეტად კრიტიკას სამსახურში ადვილად აიტანთ და გადაიტანთ. ოს კარგი იქნება თქვენთვის 1 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 28 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნების ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ძალიან გადაეკლებით, უკვე მიეცით საკუთარ ცოტა დასვენების, ამოზუნთქვის საშუალება. ამავდროულად აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა უსიამოვნებებმა მეტად შეიძლება ეჩინონ თავი, იმიტომ რომ პერიოდი უფრო ესეთი რთულია, დედამიწა როგორ ველშია და იურიდიული სახის პრობლემებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. სხვადასხვა სახის ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ გაძლიერდებიან, რაც თქვენს ავტორიტეტზე ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობასაც მიაქცეთ ყურადღება. ესეც შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რათა აქაც გარკვეული კრიტიკა ან რაღაცა უკმაყოფილება მათი მხრიდან არ გამოვლინდეს თქვენს მიმართ. ყველას კარგია თქვენთვის 30 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 აპრილის და 2 მაისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ ფინანსური ხარჯის ტენდენცია მაღალია, რაც იქნება დაკავშირებული შვილებთან, შეიძლება მეგობრებთან იყოს, ან დაუშვათ გართობასთან დაკავშირებული. აი მხრივ ვიყავით ყურადღებით, რომ გასავალი ზედმეტად ბევრი არ იყოს შემოსავალზე, რათა ამან პრობლემები არ შექმნას ამ კუთხით. ამასთან ერთად ზოგიერთი თქვენი იმედები შეიძლება რეალურად გულაცრუების ფაქტორი გახდეს. გამორიცხული არ არის, შეიძლება ფინანსური ხარჯი იმდენად დიდი იყოს, რომ ამან გარკვეული დამატებითი პრობლემები შემოიტანოს, ან რაღაც ისეთ კაპიტალ დაბადება განახორციელოთ საეჭვო ცოტა პროექტებში, რაც მერე ასევე გულაცრუებას გამოიწვევს. ამიტომ ამ კუთხით ვიყოთ ყურადღებით. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასქვალო პარტნიორებთან, ეს გაზრდის თქვენს წარმატებებს და თქვენ შინაგან სტაბილურობას. მაგრამ თუ აქ თუ ურთიერთობა აგერიათ, ეს მთლიანობაში გახდება კიდევ უფრო მეტი წარმატებობის ფაქტორი. თუმცა ჯანმრთელობას აკაროჩივით. ენერგოტონუსი უდაოდ უმჯობესდება, რაც აძლიერებს თქვენ შრომის უნარიანობას. ოს კარგია თქვენთვის 2 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 30 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მერწყულებს, აქ უკვე ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადია, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ ცოტა დაასვენეთ საკუთარი თავი და პრობლემები მეტად წარმოიქმნებიან საოჯახო პრობლემები, იგულისხმება პირველ რიგში ფინანსური პრობლემები, შეიძლება ამასთან ერთად მოულოდნელი შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეს, ზოგიერთ თქვენთაგანი მოულოდნელი სიყვარულის წინაშე აღმოჩნდეს, სხვა შორის სპორტული წარმატების კუთხით, ან შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კუთხით და ამ ხრივად წარმატების კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. თუმცა მზად იყავით თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიქმნა, ამის გადაწყვეტა ეცადეთ მშვიდად მოხდინოთ. ზედმეტად არც საკუთარ თავს, არც სხვებს არ მოუშაოთ ნერვები. თუ ესეთი რამ იქნა, აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ ალბათობა მაღალია. და ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები
ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, რათა ეს გახდეს ფუნდამენტი თქვენი მდგრადობისა. Ყველას კარგია თქვენთვის 29 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27 აპრილის და 2 მაისის დღეები და ეს რიცხვები. და რაც შეეხება თევზებს, თევზებო ერგოტომუსი მადლობს, ინტუიცია მდგრადია და ამასთან ერთად შესაძლებლობების შემოქმედებითი კუთხით დაწყვეტს, ფინანსური კუთხითაც უკვე 1-2 მადლობენ, მაგრამ არ ჩაერთოთ არანაირ ავანტიურულ მოქმედებებში. იმიტომ რომ ძველმა ფინანსურმა გადაუწყვეტმა საკითხებმა შეიძლება კიდევ იჩინონ თავი, ზედმეტ სარისკო მოქმედებებზე აქ ნუ წახვალთ, ნუ ჩაერთვებით აზარტულ თამაშებში, სხვადასხვა სახის სპეკულაციებში. აქ შეიძლება ესეთ მაცდუნებელი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, რომლებიც თავიდან ძალიან ისეთი საინტერესო პროექტების მაჩვენებლები იქნებიან, მაგრამ მე საფნის ბუშტებით გასკდებიან ეს პროექტები და ამიტომ აქ ცოტა პრაგმატულად იაზროვნეთ და ზედმეტ ფანტაზიებს ნუახლებით. მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრების კუთხით კი პერიოდი უდაოდ კარგია. შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და მოგზაურობასაც იგი უწყობს მეტად ხელს. ყველას კარგია თქვენთვის 27 აპრილის 1 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 30 აპრილის და 3 მაისის დღეები და ეს რიცხვები. სამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გმინდა გისურვოთ ბედნიერი მშვიდობიანი კვირა, ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.